გაუმარჯოს ხალხო. დილამშვიდობისას ვერ გეტყვით, მაგრამ როცა ნახავთ აი მშვიდობისა. ნისა, ბარბარე, ბაბამ დაიძახა? რა რაღაცა ხმა იყო თითქოს. გარეთ არის მზე და ეზოში ვიყავი და იმდენად მაწუხებდა, რომ გავიგეთ ხა აღარ მინდა. გუშინ ამ ჩემი ძვირფასი ტელეფონიდან ამოვიღე ყველანაირი ინფორმაცია. გადავიტანე WhatsApp, Viber, ყველაფერი ჩემს ამ ახალ ტელეფონში. ყველაფერი, ანუ ბანკის ყველაფერი გადავიტანე. იმიტომ რომ ის ტელეფონი შტერდებოდა და კარტაც გადავიტანე და ეხა აღარ ვივლი ეგიდუნაშვილივით ორი ტელეფონით. აიმე, უკაცრავად რა. აი ესე ვეგდები. ხო შეიძლება. სახე მაქვს ალეწილი. აუ ის სად არის აბადოკი. ეს თქონა იყოს აი. აქ ამოვიხარ ეს ავალაგო საწოლი. როგორც სანამ ავალაგებ ხო იცი რაც მომდის. არა, დაძინებას არ ვაპირებ, უბრალოდ წამოვწვევი, რომ რომელია საათი, ეხლა აქ უნდა ვნახო ხოლმე. 2:30 და რაც დილას 8 საათზე ჩავედი, ამ წამს ამოვედი. კი ვიჯექი, მაგრამ აიმე, თმამაკ საშილად დასავარცხ. ვიჯექი, მაგრამ ისა, წამოწოლა მინდოდა რა, მაგრამ ვერ მოვახერხე. ასე რომ უბრალოდ ცოტა ხანი წამოვწევი და მე ავალაგებ, იმიტომ რომ აღარაფერი მაქვს გასაკეთებელი, საერთოდ 2:30 და ყველაფერი მოურჩი. აქ ჩამოვდებ რა, გაიცით და იქ გენაცვალ. სად ველოდო მეთქი ამ ბავშვსა და ივანეს დაკრეფილი, მეორე ბავშვის დაკრეფილი წემალი შემეცოდა და დავთქი. ხო ჯერ ის უნდა დამეწყო. მოგესალმებით ისევ სახლიდან თქო. აი მე როგორ ვარ ალეწილეს ვისავიხი. მე აღარ მინდა მე მოიძე გადავიკონციალი. ხო და მოიხარშა ეს ჩემი ტყემალი, მარტოში ვუქენი კინძი და კამა, ისინი ღეროებია, დიდები აყვავებული თუ აყოტებულიო თუ რაღაც ამბობენ. ხათვა ეს მე რამდენი არ ვიცი, წყალი. ცივსაზამთროს ჭამ ხოლმე წყლის მაგივრად, მაგრამ ამ წამს საზამთრო არ მქონდა და იმედია ლაშა რომ მოიტანს, ეხა წავიდნენ სამსახურში. ხო და გაშპაკლა ბოლო პირი მე მგონი გვეშველა. ერთი დღე უნდა კიდე. შევეგუე მაგ ამბავს, რომ ვერ მოვასწრებთ. არა მტკენია უბრალოდ გამოძრავდა ცუდად. ნუ გაგთ ეხლა ისაწას აი ეხლა უბრალოდ ამ ტელეფონში აღარ მაქვს ეხლა და ვერ ერთი 10-მა მომწერეთ თუ 12-მა კაცმა და ეს რა ქვია ერთ იგივე ტექსტით სად ვიყავი და ვიდეომ რატო დაიგვიანა. მამიდა ჩემს მე მივწერე რომ ისევ სახში ვარ მეთქი სანამ თვითონ მომწერე და დილის 8 საათზე. დედა შევა დამირეკა. კიდე სახში ხარო როგორ გინდათ რომ სახლიდან წავიდი აი მე სახე მაგა აი მე აწითლებული კი არ ალეწილი. ხო და ეს ტყემალი სანამ მოითუთქა ნანიმ კარტოფილი გაამზადა დავტკით პიურეც რო გამზადდა ეს ტყემალიც გამოვთე ეხა გაციებას ელოდება და გუში რა ვნახე იცი გუში თუ გუშინ წინ რა ვიცი შეხვდა რა მოკლედ Facebook-ზე ესეთი რაღაცა წინაზე რო ტყემალი გავაკეთეთ ეს ტყემალი იცი როგორ რეცხავ ხოლმე დაიცა ნელა ვილაპარაკებ თორემ ცხებ რო რეცხავ ხოლმე ეხლა წელს მით უმეტე შარშან ეგრევე ანუ რაც შეყვა წყალი ეგ იყო თუშფალანგზე ვალაგებ რო წყალი ჩამოიწვია და მე ვყრი თანდათან ქვაბში რო ის რა
მეტი წყალი არ შეყვეს, იმიტომ რომ თვითონ ტყემალი არის წვნიანი და ის წყლიანი, მოკლედ. ყვითელი ესეთი ყვითელი ტყემალი როა, წვრილიც არ არის საშუალო. ხო და რომ მოიხარშა ეს და სანამ გავხეხავდი, დავაწექი ანუ იმ დახურეტილი ჯამით და ჭიქით ამოვიღე ბევრი წვენი, რომ ბევრი დუღილი არ დაჭირდეს მეთქი და მალე მორჩეს. და მე ბევრი რომ დუღს ხომე მუქ ფერსაც იმაშვება რა და ეს წვენი სანამ ამოშვება, მეთქი და ეს წვენი გადაუვალე. და ამ წვენის გადაღოლის შემდეგ მე შემხვდა Facebook-ზე, რომ მოკლედ ტყემლის წვენისგან რაღაცა მზადდება, თვალი მოუკარი, ეგრეთ წოდებული კვაწარახი. ხო და წეღარო დავძგი და ამოვიღე ერთი ქვაბი დრამის წვენი, ისე უნდა გადამეყვარა, უცბად დამარტყა თავში, აბა მოდი ვნახო რა არის ის კვაწარახი. ანუ კი გამიგია ეს სიტყვა, მაგრამ ზოგადად რას ნიშნავდა არც ის მიგ. ხო და შევედი ისევ ამ გვერდზე თუ რავი დავწერე და ამოვაგდო მოკლედ რომ როგორ უნდა გამზადდეს და რისთვის არის. კიდე კაი ვნახეთ, რომ მე პესოკის გაკეთებას ვაპირებ. და ეს იყო, ანუ ამ წვენს რო ამოაცლი, მოდუღებულ ტყემალს. ეს უნდა ჩაასხა ქვაბში და ადუღო, ოღონდ არა მაღალ ცეცხლზე, ნუ საშუალო ან დაბალი, რო არ მიიწვას და უნდა ურიო რა პერიოდულად. რო დაიკლებს ცოტას, ნუ ერთ-ერთზე არა, ნუ უნდა დააკლდეს რა. ჩვეულებრივ, ანუ იცი როგორ ისავქენი, როგორ ბანკებში ჩავასხი? ყალბი ისინი რო იყიდება ქვირითი, პატარა ბანკები რო ხო იცი, ეგენი მქონდა. ყიდულობს ხოლმე ბიძინა მაგაებს და ნინოს უყვარს ძალიან. ნუ დიდი არაფერი კი არა, თევზთან კავშირში არ არის, მაგრამ უყვარს რა და. ხანდახან ჭამს ხოლმე. მაგ ბანკებს ვინახავ მალინის მურაბისთვის, ისაც კარგია. და ზოგადად მალინის მურაბას მარტო ჩაისთვის ვაკეთებ ხოლმე ეს გაციებისთვის და ეგეთი რაღაცებს საჭმელად ეგ მურაბა არ გამომაქხო. ხო, სამაგისოთ ეგეთი რაღაცებისთვის ვინახავ რა და ეგენი გამოვიტანა, არ ვიცი, რა ვიცი, 12 ცალი თუ რაღაც არ ვიცი ზუსტად. მაგებს ჩავასხი, ანუ გავრეცხე, გავამდუღრე, გავამშრალე და ჩავასხი. თუ აიხადა ეხა. თქვენ კარგად იყავით, მაგრამ მასე ეწერა, მე მგონი რომ არ აიხადა. და რისთვის არის? გემოგლობინისთვის ყოფილა პირველი. ანუ ეხა ეგ იცი როგორ არის ბლანტისი თხეა. გახსნი და ალბათ ჩაის კოვზით, დილაობით, ანუ ეხა ყოველდღე ალბათ ვერ იხმარ, ან ის ვერ იხმარს, ვისაც კუჭის პრობლემა აქვს და ნაღლის, იმიტომ რომ ჟავია, არანაი, ან მარტო მოდუღდა რა. არ ჩაქარი, არაფერი საერთოდ, ისე მესიამოვნა მე. ეხა ერთ ბოთლში ალბათ აი ამდენი რო ჩავა, იმ ბოთლში ჩავასხივ და დავდე გაცივდეს, მე სახამოს ცოტა უნდა გავსინჯო. და ალბათ გავათენებ კიდეც. ხო. მოკლედ გემოგლობინისთვის ყოფილა უებარი და ყელის ტკივილისთვის კიდე. მახსოვს ბავშვობაში ყელის ტკივილზე გვაძლევდნენ ხოლმე ტყლაპს. მჟავეს, აი ეგეთ პესოკის გარეშე გაკეთებულ ტყემლის ტყლაპს ხოლმე და გრამსიამოვნებდა იმას და ზოგადად შორის საკმაოდ ეფექტური ალბათ, იმიტომ რომ ხო ხალხური რაღაცა. ხო და მოკლედ ეს პიურეც რო გამზადა, ეს კვაწარახიც გამოდუღდა, ჩავასხი, დავალაგე. ამასობაში ლაშამორჩა შპაკულას და ამოვდიოდი რომ მეთქი ხა წამოვწვევი, მეთქი და გამახსენდა რომ მაგ დროს ოთახია დასალაგებელი ხოლმე და გამოვასუფთავე და ამოვედი რომ თქვენთანაც მოვიდე რომ ზოგი ბოკერიაში ხართ უკვე. მე გავგრილდი ხო სხვათა შორის ოღონდ ამის დამსახურება სივი ემოციურისა. საჭმელს გემრიელად მივირთი ოღონდ უპუროთ. პიურე, ცოტა პომიდორი დიდად აღარ მიყვარს სხვათა შორის. და ერთი ნაჭერი შებოლილი სკუმბრია შევჭამე. მართლა სკუმბრიაზე გამახსენდა. რამდენიმე მომწერეთ პირადშიც, კომენტარიშიც იყო რომ შერო თევზებში მუშაობდიო. რამდენად სანდუაო. და როგორ უნდა ვნახოთ თბილისის ბაზარზე ან რა აწერიაო. ძალიან სანდუა.
იმ ხრივ რომ იცით თქვენ რომ მომქონდა, იცით თქვენ რომ ვამზადებდით და ეგ სკუმბრიაც რომელიც მე დღეს მივირთვი, აი ამ მდგომარეობაში არის იქედან. დედაჩემა გამომიგზავნა. კომპანიას ქვია ნეპტუნი. ეტიკეტზე აქვს ცისფერი ეტიკეტი, მე როცა ვმუშაობ ცისფერი ეტიკეტი იყო. აწერია ისა გარკვევით ისიც აწერია კომპანიის სახელი, მაგრამ აწერია ლოჯინი. ყუდზე უკეთია. თუ თქვენ შეხვდებით მსგავს თევზს, მსგავსი წარწერით, იცოდეთ რომ სანდოა. არა სანდო რო ყოფილიყო თქვენი აზრით ან მე ხა შევჭამდი, ან იმ პერიოდში 1 წელი ვმუშაობდი და ბავშვებს ვაჭმევდი. არ არსებობს. ასე რომ ასე მოძებნეთ. ცისფერი ეტიკეტია, აწერია ლოჯინი. ხო, და თუ შენახვის პირობები დაცულია იქ, სადაც ყიდულობთ. უებარი კი არა და რა ქვია, უსაფრთხოა. ნუ მოკლედ, რა ვიცი. გადარჩენი თქვენ გადაწყვეტ. მე თავს ვდებ, რომ უსაფრთხოა. და საყინულეში, ანუ წინაზე ჩემ 3 ცალი მომცა და ერთი მაშინვე რაღაცა ისე 2 ჩავდე საყინულეში. საყინულეში 2 თვე რო გედო და 1 წელი რო გედო თაფი არ მოვა. გაყინულ მდგომარეობაში ოღონდ გალხოთ და ისევ ჩადოთ არა. წეგან 2 ცალიდან 1 ამოვიღე დავჭერი, 1 დავტოვე საყინულეში. სავარაუდოდ მე მაგას აღარ შევჭამ და აღარც მეჭამი ამ პერიოდში ვერიდები უმთევს. როგორც არა სხვა შეს გიჭამ პივის თევზი. ნუ არ შეიძლება. ნუ დასაწყისში უფრო არ შეიძლება და ეხა დღე-დღეზე არაფერი არ მინდოდა და ერთი ნაჭერი, თანცი რომ ნაჭერი მიყვარს. თავი ხო არ აქვს სკუმბრიას, ნუ თავიანებიც არის, მაგრამ თავი არა. აი თავის მერე რო იწყება ის ლაყუჩების მხარე მიყვარს. მაგას თხლად ჩამოვაჭრი ხოლმე და მაგას ჭამ. აი ესე, წეგან კიდე რა ხასიათზე ვიყავ იცი. აი ეს თმები ხომ აქ ესე, ეხა არ ჩამოვიშლი. ესე ხომ კარისავით რა. მოდი მეთქი აი საქმე რო არ აქვს ადამიანს. წუხერო ვიბანავ, ხა მეთქი შევიკრავ აქ, მე რო ვიჭრი ხოლმე და ისევ ავიჩეხავ თქო. მერე ვიფიქრე რომ მე რო ეს ავიჩეხო და ხვალ ვერ შევიკრავ. და აი ეგ თმის ხელი ჩამოვარდეს გადავიპარსავ. ამ სიცხეში შანსი არ არის მე მაგას გამომძლო მეთქი და ისევ ამ მდგომარეობაში მოველი. ასე რომ სულ ამ მდგომარეობაში ვიქნები სანამ ცხელა. სულ ესე არა ადამიანურ მდგომარეობაში ამ ხრივ რომ ერთ პოზაში ერთ პოზაზე გამახსენდა კიდე გუშინ თუ გუშინ კომენტარი იყო დაწერილი რომელიღაცა აი ბოლო რომელიღაცა ვიდეოზე რა აი აქ უახლოეს ვიდეოზე. ჩემ კაბებთან დაკავშირებით, ანუ მაცვია 4 კაბა. ზედა ქვედები აღარ მაცვია, ატყობთ ხოლმე თქვენც ხო? 4 ის იმიტომ რომ ზედა ხო კაი ფართე რაღაცები მაქვს, მაგრამ ქვედას როგორი ფართიც არ უნდა იყოს, დისკომფორტია ჩემთვის ახლა. მაღლა ვიწერე და ასტერიქს და ობელიქსში რო ისე უქადი რომელი არის ეგრევარ დაბლაჭავდი და მიჭერს. ხო ასე რომ ჩემი გარდირობის ხოჩოს კაი დასალაგებელია იმ ხრივ რომ რას ჩარიცვე და რას არა მერე, მაგრამ მერე იყოს პატარას რომ დავაძირებ მერე მივხედა. ხო და ამჟამად მაცვია ეს კაბა დაკურებული თუ ხართ, მაცვია ამ ფერში, აღია ფერში, თეთრ ფერებში იჭრელი ბრეტელებიანი ეგ, მაი შედინა ჩუქარი კაბა მაცვია და მაცვია ცისფერი თუ ლურჯი კაბა. ეგ 4 მონაცვლეობით. ხან დღეში 2ჯერ, ხან დღეში 1 და რა ვიცი რა, მოკლედ ამ 4 კაბას ვატრიალებ რა და ერთ-ერთი იყო საშუალო პირველი კომენტარით გამოვარდა მაგით, რომ მაგ 4 კაბის მეტი თუ მქონდა რა, ეტყობა გადაავლო, ანუ ეხა ვიდეოებს რომ მოგიყრით ხოლმე ხომ მაცვია ტანსაცმელი რა და რო გადაავლოთ, აი თავისუფლად აი დატესტეთ ვიდეოებში შედით, ჩემს ვიდეოებში და ჩამოყევით, ანუ ამ 4 კაბის გარდა არც ერთი არ მაცვია, თუ სადმე არ მივდივარ რა თქმა უნდა და ან ზემოდან თუ შემოცმული არა მაქვს საროჭკა და შეწუხდა ერთი ესე იმდენი ხანია მიყურებს რა, ბოლო პერიოდში მიყურებს, ეტყობა რომ ეს 4 კაბა მონაცვლეობით მაცვია, რომ შევეცოდე.
ხო და ეხლა ვაპირებ აი ეხა არა მე აი პატარა რომ დაიბადება და ძილის პროცესში რო აქ ვიქნები და თან ჩემთვის რო ვიფუსფუსებ ანუ თუ არ რაღაცა რომ მექნება რომ დავუძახო ამ ადამიანს და მომეხმაროს დალაგებაში გადახარისხებაში და თან ვკითხო ეტიკეტები თუ იარლიკები გაუკეთო რომელი ორ შაბათს ჩავიცვა სამ შაბათს ოთხ შაბათს აი მე ღმერთო ჩემ როგორ მიყვარს ხო მეკითი კომენტარები დედა იცოდეთ ადრე როგორ ავნერვიულობდი რა გადერვიულობდი კარგია რასა არა მეც რო სპეციალურად შევედი და ჩამოვყევით ჩემ ვიდეოს ერთი ვერ სამეთხე 4 წელი ანუ ტიპი ისეთი არ ვიყავს ეგ სიტყვა და ეს ნაგლურად ვიხმარ იმდენად ბატია არ ვიცი რა მეწლის ახლა თავს ვიკავებ ხოლმე ეგეთ რაღაცებისგან იმიტომ რომ რაც არ უნდა იყოს შეიძლება ჩემზე დიდი იყო და პატივისცემ ყველა ერთი წელი დიდიც რო იყო ნუ ჩემ ხელაც რო იყო და ჩემზე პატარაც მაგაზე მაგრამ ხანდახან საჭიროა ხოლმე იმიტომ რომ თქვენ ხო ესე იცით არ გეწყიდოთ მაგრამ ეგ ეიწყება ხოლმე თქვენი კომენტარი იმდენად რავი რატო უნდა დაგჭირდეს მაგაზე ლაპარაკი არ მესმის მე კი არა მე არ იმას აი რო უყურებ ადამიანო რო კაი ჩემ თავზე როგორ ავთქვა მაგრამ ამოდენ ღიპით დადის ადამიანი გალო რა იუბკა ჰა თვალები მეჭყიტება იუბკაც რო ვიცმე დედა მინდომა იუბკა რა კადა გავკრიბდი ხახლა ეხლა ეგ მივითხლიშები და ერთ საათი დაგებშდობებით აი ესე გენაცვალე რა კადა გავკრიბდი საღამოს თუ სახში ვიქენი ტყემალს ისა ლაშა მე გავხეხაო მაგრამ სავარაუდოდ რავი გაცივდეს ჯერ მაგ ტყემალს არ ვაპირებ აი ესე მოთუთქმით უთქმა აი ესე ბოთლები და სტერილიზაცია ერთ გამოვა მაგაში ვუზავ ნიორს მაგაში ვუზავ ნიორი მარილი წიწაკა და შაქარი 4 ინგრედიენტს მიურევ მოურევ ჩავასხავ ბოთლებში პლასმასებში და ჰაიდა საყინულში ანუ მაგას გავამზადებ პირველადი ჭამისთვის რა აღარა მაქვს მაგის ნერვი თუთქო მოთუთქული 26 ბოთლი გვეყოფა კაცო ხომართან იმას ვიხმარ იმას ჩვეულებრივ ვიხმარ თან რო აღარ იქნება მოდუღებული ანუ რაც მოდუღდა და გაიხეხება მე აღარ ვადუღებ მასევე მამიდა მასწავლა და მშვენიერარულია ხო და რას ვამბობ თუ კარგად ვიქენით ბაბო მიცის ხოლმე თუ სახში ვიქენით დღეს გადაწყვეტილი მაქვს რომ გავაკეთო დაჭრილი ხინკალი ეგრეთ წოდებული რაღაცა ქვია და არ ვიცი ანუ ცობს რომ გავაბწყელებ კარგად რომ დაჭრი და მოხარშავ და ბლომად კამას და ქინც რო უზო ქინც კამას არა ოდნავ წვენი რო აქვს ნანის უყვარს თან ხო და გავაკეთე მაგას დიდი არაფერი არ უნდა პატარა გუნდა რომ მოვზილო თან საჭმელშიც ჩამეთვლებ ხო და თუ სახში ვიქენი გავაკეთებ ეხლა ნელა ავდგები აღუდგები და დამსახურებულად წამოვწვევი წერო შენი პირო სეიმიდან რა გული გამიხედი ხო ბაკზე იყო მე წყალი ბაკზე იყო დასალევად კი არ მინდოდა ბანკების გამოსათუთქად მინდოდა ჩაისთვის კი არა ვატუყე ბანკები დავდუღრე ხო არ მოვიდა წყალი არა კაველი ახლა ხარ დავისვენებ ცოტა ხანი მართლა დამსახურებულად იმიტომ რომ რავი რომელი საათი იყო რომ გითხარით არ მახსოვს მეკუთვნის წამოწვალა ვიჯექი ჰეი შვედი დვა
მან არ აქვს ხელა შედალოცილო გამოდაგინიაო. გამოდი მულამადი. გამო რაც შემდა გაგტყიპო მოიცა გამოეთრიე გამოდი. გამოეთრიე ხლიკო. გუშინა თქვი 5 რიცხვი. მაიკომა თქვა მეთქი 5 ამ დღევანდელი დღეზე რა. შემაძა მამამ მითხავ მაიკომ. სიზმარი ნახეო რეალურად მაიკო გუშინ მეუბნეოდა. რომ ვითომ წაგიყვანეს სამშობიაროში და ვიკითხე, დღეს რა დღეაო და 7-იო. ანუ 7-ში გუში შევცდობით, ან მე მგონი 5 ვთქვი მე მაიკოზე. ხო და 7-იო. ანუ ხვალ და ზეგ. და რა ვიცი, აბა თუ ახდა, მაგას აღარ დავაძილებ. ის უნდა იყოს თვალხილული. ყველა სასაცილო რა არის, იცი? ხვალე უკვე ვიზიტი მიწევს. არა და თიას დავემშვიდობე, კარგად იყო მე აქ მოცვლელი აღარ ვარ მეტი. ხვალიდან 10-მდე. ანუ ხვალდაზე გვიქნები სახში. რა რიცხვებია, რა დღეებია უბრალოდ. ბარბარე, დღეს რა დღეა? 4-შაბათი. ხვალე არის თია. მოკლედ 10-მდე თუ 1-მდე უნდა მივიდე. ორშაბათს რა რიცხვია? დღეს არის 4-შაბათი და არის 5. 6, 7, 8, 9. ნუ მოკლედ თუ 10-მდე ორშაბათს წავალ. თუ იქამდე არაფერი იქნა წავალ. ხო და რატო არ მივდივარ ცით? არც ერთზე არ ყოფილი ვარ მე-7 ვიზიტზე. ეს არის მე-7 ვიზიტი. 6 ვიზიტი დავამთავრე 3-ზე. რა არ მივდივარ ცოცხალთან მეტი. ჯერგეთი მაგრამ ეზარება უკვე მაგრად მეზარება. ტაველი. აბა ჰე ხალხო. მეორე ვიდეოსაც ჩავწერ რა არა. რო არ ჩავწერო ვიცი რომ ანაკამო მიცვიდები და ბოკერიაში მიცვიდებით. ხო ჩავწერ. სადაც არ უნდა იყო რაღაცას მაინც მოგაწოდეთ ინფორმაცია. ხო. ასე რომ მიხარიხართ ხალხო ყველანი ძალიან მაგრად. დილას რომ ეს მოდიოდა მაგრად მეცინებოდა ყველას სირო ერთი და იგივეთი იწებოდა. კიდე სახში ხარ? მასწად წავალ, აბა მივდივარ, არ მივდივარ. წავედი, აბა ჰე, მაგრად. აიცადე, მოიწიო კარგად.